ეს არის წერილი, რომელიც დავუწერე ჩემ თავს 10 წლის წინ. ტექნიკურად უკეთ 11 წლის წინ, რადგან 2026 წელი დადგა. სანამ წაკითხვაზე გადავალ, იქამდე ვიხსენებ, რა ხდებოდა ჩემ თავს 2015 წელს. ვიყავი ახალგაზრდულ ბანაკში, რაჭაში. ძალიან დიდი კრაში მქონდა ერთ ბიჭზე. ვიყავი საფრანგეთში, ასევე ბანაკში. ვსწავლობდი ფსიქოლოგიაზე. ალბათ ახლა ბევრი ცრემლი მელის წინ. წერილი ჩემს თავს 10 წლის შემდეგ. ამ პერიოდში კრიმინალური ფსიქოლოგია მინდოდა. გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ ვისწავლეთ. ნუ ეს თითქმის მართალია, რადგან მაგისტრატურაზე წავედი ესპანეთში და დავრჩი საზღვარგარეთ. როგორც იქნა წავედი ლონდონში თქო მაიმე. ამოსრულა ჩემ თავს. ერთი რაც მწერია გათხოვილი ვარ თქო. ერთ მონაკვეთს წაგიკითხავ. თავარი ის არის, რომ არაფერი ინანო და ბედნიერი იყო. თუ გინდა რამის გაკეთება, ადექი და გააკეთე. ცდაბედის მონახევრიაო, ხო იცი? ჩემი ცხოვრების ფრაზა. მიწერია ასევე სამსახიობო კარიერაზე. თუ მოვახერხე სამსახიობო კარიერის დაწყება, მაგას რა ჯობია. არა მიწყია, მაგრამ წელს ვაპირებ. ჩემ თავს აქვე მამშვიდებ. მოკლედ თუ ეს ყველაფერი 28 წლამდე ვერ მოვასწარი, ეგ არაფერი. პროსტა გათხოვდი მალე, რომ შვილები გააჩინო. რაღაცა დროში მოგზაურობასავით იყო ახლა ამ წერილის კითხვა და ბევრი რაღაცის შეხსენება. საკუთარი თავისთვის აუცილებლად დავწერ კიდე ამ წერილს. შეიძლება 10 წლის მერე ნამეტანია, 5 წლის მერე რომ გავხსნა. ამ პერიოდში ჯერ კონტენტ კრეატორობას არ ვფიქრობდი. That's it.